არა, ნამდვილად პირველად მესმის ამის შესახებ, სიმართლე გითხრათ. მაგრამ თუ ასეთი რამ ნამდვილად სადღაც ევროპულ დოკუმენტში წერია, ძალიან არადეკვატურ რეალობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ რა გასაკვირი არის, როდესაც ჩვენს ქვეყანაში უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც ჩანს, ცდილობს გრანტის მოპოვებას იმ საშუალებებით, რასაც ქვია ყველანაირი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების დისკრედიტაციით საქართველოში. ადამიანები, რომლებიც გრანტს მოიპოვებენ პატრიარქის ლანძღვაგინებით, გრანტს მოიპოვებენ სრულად არაადეკვატური, არანორმალური ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადების მოთხოვნით, როდესაც მცდელობა მიდის და როგორმე დამკვიდრდეს და ჩვენს ბავშვებში, მეორე, მესამე კლასელებში მოახდინონ სრულიად ცნობიერების გადაგვარება, უკვე ეს საგანმანათლებლო და განათლების სისტემის დონეზე ხორციელდება. გასაკვირი არაფერი არ არის. თუმცა ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება და ამას არ სჭირდება და ეს არ შეიძლება უბრალოდ ერთი ყურიდან შეუშვა, მეორედან გამოუშვა და შექმნა ისეთი წარმოდგენა, თვითონ ეს არ არსებობს. არა, ამას ძალიან მკაცრი შეფასება უნდა მიეცეს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ცხოვრობს აბსოლუტური უმრავლესობა მოქალაქეებისა, რომელთათვისაც ეს არის მიუღებელი და შეუძლებელია თუნდაც გნებავთ რომელიმე უმცირესობის უფლებების დაცვის ეგიდით მოხდეს დეგრადირება და შერყნა ისეთი ღირებულებებისა, რომლითაც გამოირჩევა ქართველი ერის ცხოვრების წესი. ამიტომ ეს არ უნდა იქნას დაშვებული და ეს უკვე რაღაცა ძალიან მეორე გაუგებარ უკიდურესობაში გადავარდნას ნიშნავს. და დარწმუნებული ვარ, ახლა რაიმე ესეთი ტრაიკული შედეგები არ მოყვება, მაგრამ მკაცრი შეფასება ნამდვილად სჭირდება. პატრიოტთა ალიანსი როგორც ვრცელდება ინფორმაცია წინასაარჩევნო დაპირებს ოპოზიციური პარტიებთან მოლაპარაკებას გაერთიანების შესახებ, თუ გქონდათ მსგავსი შემოთავაზება და კი, ჩვენ ვიცით ამ შემოთავაზების შესახებ, თუმცა თავად ეს შემოთავაზება საჭიროებს ძალიან ბევრ კონკრეტიკას, საჭიროებს ძალიან სერიოზულ დახვეწას. საუბარია იმაზე, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისა, ასე ეპატიჟებიან ყველას და შევქმნათ გაერთიანება, რომელიც აპრიორშივე ესეა მიმიჩნეული, რომ გაიმარჯვებს არჩევნებში და რომ გაიმარჯვებს, შემდეგ ეს გამარჯვებული კოალიცია თუ გაერთიანება შეცვლის იმ გამოასწორებს საკანონმდებლო ხარვეზებს, რომელიც ჩვენ დღეს სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს, მაგალითად საარჩევნო სისტემის ცვლილების თვალსაჩინო და შემდეგ დაიშლება და პარლამენტიდან გამოვა, მთავრობიდან გამოვა და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს და შემდეგ უკვე ყველანი იქ მივიღებთ ინდივიდუალურად მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია დავსდეთ და ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. არავინ ამ თემაზე საუბრის წინააღმდეგი არ არის. უბრალოდ ძალიან ბევრი რამ კონკრეტიკას საჭიროებს, ძალიან ბევრი რამ დახვეწას საჭიროებს და ძალიან ბევრი რამ საჭიროებს კარგად გაანალიზებას თავად ამ ინიციატივის ავტორების მხრიდან. რამდენად ეხლა დათანხმდება მთელი პოლიტიკური სპექტრი ის, რომ ვისაც მაგალითად არანაირი შანსი არ აქვს პარლამენტში მოხვედრისა, რომ ასეთი ფორმით მოხვდეს პარლამენტში და შემდეგ იქიდან გამოვიდეს რამდენიმე თვეში. ეს ძალყე თემაა. შემდეგ რა მოხდება, როდესაც ვთქვათ, თუ ვერ გაიმარჯვა ამ კოალიციამ და აღმოჩნდა, რომ ვერ ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელიც საჭიროა მაგალითად საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. მაშინაც გამოდის პარლამენტიდან და ტოვებს ხელისუფლებას და რა მოხდება, თუ საერთოდ 50%-ზე მეც ვერ აიღებს. ხო, შეიძლება დაუშვათ ხო ამ დაგვარი რამეც. მაშინაც გამოდის თუ რჩება შემდეგ პარლამენტში. აი ძალიან ესეთია, როგორც შეიძლება ითქვას, ნედლი ეს თემა და ოშხში თუ ორგანიზატორები და ინიციატორები ამ იდეისა მას კარგად გააშალაშინებენ და გაცილებით უფრო ნაკლებ კითხვის ნიშანს დატოვებენ, შეიძლება უბრალოდ ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ ამ თემაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სპექტრში კონსულტაციების და დიალოგის წინააღმდეგი არასოდეს ვართ ჩვენ. ელიზაბეთის განცხადება იყო გუშინ ასეთი, რომ მადლობა ბატონ ბიძინეიორისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარა. მას არ დაუგებს კონკრეტებია, რომ არსებული პრობლემები ზორო და ალბათ ითრებულის თემაზე, მაგრამ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?
ისეთ მე მაგ განცხადებას არანაირად არ შევაფასებ, იმიტომ რომ არანაირი წინსვლა და არანაირი რეალური მდგომარეობის გაუმჯობესება მე არ დამინახავს ტყიბულში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე და ტყიბულელი მეშახტეების მიერ დაყენებული პრობლემების მოგვარების თუნდაც 50% მე ვერ ვნახე. თუ ვინმე ვნახა, დამანახოს, თუ ამ ადამიანების ხელფასები გაიზარდა, თუ ამ ადამიანების სამუშაო და შრომის უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა და დაცული იქნება და ამის გარანტიები მიიღეს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ამ დაგვარი რამ არ მომისმენია და ქალბატონ ელისოს როცა უნდა, რამდენჯერაც უნდა შეუძლია მადლობა გადაუხადოს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის, ასე ვთქვათ, გარანტი და მისი ამ შემთხვევაში პოლიტიკაში ვთქვათ გზის გამკაფავი და გამკვალავი და ხა მისი ნება გადაუხადოს მადლობა ამ ადამიანს მაგრამ აქ ტყიბულელი მეშახტეები რაშვაში არიან ნამდვილად ვერ ვიტყვი ესე ძალიან სასაცილო არის, როდესაც პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში ოპოზიციას მოუწოდებს დიალოგისაკენ, ოპოზიციას, რომელიც 2 წელიწადია ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობს იმაზე, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ხო, მაგალითად, როგორიც არის საარჩევნო სისტემის ცვლილება და ჯერ კიდევ ოპოზიცია არის გარკვეულწილად მოლოდინში. ყოველ დღე, ყოველ წუთიერად ჩვენ ველოდებით კონკრეტულ პასუხს, დაპირებულ კონკრეტულ პასუხს პრემიერისგან, რომ აუცილებლად უნდა შევქმნათ ფორმატი საპარლამენტო უმრავლესობისა, ხელისუფლებისა და ზოგადად ოპოზიციის მონაწილეობით, იმისათვის რომ დავიწყოთ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა და საარჩევნო გარემოს რეფორმირება. განცხადებები გაკეთებულია, ჩვენი შეთავაზება ამ დიალოგის მხრივ ერთგვარად მიღებულია ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ კონკრეტული თარიღის დანიშვნას ხან რესპუბლიკელებისა და მრეწველების დაპირისპირება უშლის, ხან ის რომ ქუთაისიდან თბილისამდე ვერ ჩამოაღწიეს ზოგიერთმა უმრავლესობის წარმომადგენლებმა ვერაფრით და აი მოკლედ აი ესეთი თემების გათვალისწინებით სულ მუდმივად გადაიდო. ამას უკვე ჩემის აზრით ძალიან ცუდი ელფერი ეძლევა უბრალოდ დროის გაჭიმვის. და ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო. თუ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რომ უბრალოდ დრო გაჭიმოს და ამ დროის გაჭიმვის საბოლოო შედეგი ის იყოს რომ საერთოდ არაფერი აღარ ესწრება გამოაცხადოს, მაშინ უნდა იცოდეს იგივე ახალმა პრემიერ-მინისტრმა და იგივე ხელისუფლებამ რომ ნამდვილად ის პოზიტივი რომელიც ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის იმიჯში არსებობს, რომ ის არის კომუნიკაბელური, რომ ის არის დიალოგისათვის და კონსულტაციებისათვის მომართული ადამიანი, გაქრება გაზაფხულის თოვლივით. უბრალოდ აღარ დარჩება მისგან არაფერი, იმიტომ რომ ჩვენ პოზიტიურად უყურებთ იმ მზაობას პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ მას სურს დიალოგი ოპოზიციასთან ამ თემაზე, მაგრამ თუ ეს სურვილი არ გადაიზარდა კონკრეტულ ქმედებაში, ბუნებრივია ვერანაირად ვერ მივცემთ, ასე ვთქვათ, მომავალში რაიმეს პოზიტიურ შეფასებას. ამიტომაც უბრალოდ ჩემი დემოკრატიული მოძრაობის, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან მინდა განვაცხადო, რომ ნამდვილად ვერ შევაფასებთ მხოლოდ პრემიერის მზაობას რაღაცა საოცარ პოზიტივად, თუ არ გადავედით კონკრეტულ ქმედებებზე და კონკრეტულ დიალოგზე, რომელსაც შემდეგ მოყვება კონკრეტული შედეგი. ჩვენ საქმე გვაინტერესებს და არა მხოლოდ საუბარი. დროის გაჭიანურება არის ქვია იმას, როდესაც 3 კვირის წინ გაცხადდა და გაჟღერდა, რომ ჩვენ აუცილებლად შევქმნით ფორმატს, რომელსაც ქვია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ფორმატი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით შევთანხმდით ამ თემაზე, გადაწყვეტილება მიღებულია, პრაქტიკულად რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შერჩეულია კიდევაც ხელისუფლების მხრიდან ის ადამიანები, უკვე ვინც უნდა მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ამის იქეთ საქმე არ წავიდე და ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით რა ამ შეხვედრის დანიშვნას ყოველი დღე გადის, ასე ვთქვათ, ამ შეხვედრის დანიშვნის გარეშე და ასე გრძელდება უკვე თითქმის თვეა და ასე შეუძლებელია გაგრძელდეს მარადიულად. მე მესმის, რომ ეხა ქართულ ოცნებაში, კოალიციაში დაპირისპირება მიხეთქა
დიდი ძალებით ეს დაპირისპირება ყოველთვის იყო იქ ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაგრამ ძალიან დიდი დოზით გადმოინთხა ხა ამ ბოლო პერიოდში და მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ქვეყანა დამოკიდებული საარჩევნო სისტემის ცვლილება არ ცვლილება ვერ იქნება დამოკიდებული იმაზე როდის ერთმანეთის გაკრიტიკება და ერთმანეთის ასე ვთქვათ კბენა მოუნდებათ რესპუბლიკელებს და მრეწველებს. ამაზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემა, რასაც ქვია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და აქედან გამომდინარე ჩვენ ამას უკვე უყურებთ როგორც დროის გაჭიმვის მცდელობა და იმედი მაქვს მომავალ კვირაში ეს ყველაფერი თავის ლოგიკურ შედეგამდე მივა და შეხვედრა დაიგეგმება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ძალიან მწვავე და მკაცრი შეფასებები იქნება ოპოზიციის მხრიდან. იმიტომ რომ ხანამდღურად რესპუბლიკელებისა და მრეწველების დაპირისპირებას ყველა თემა ქვეყანაში არ უნდა გადაყვეს რა.